მოგესალმებით, ეთერშია რადიო მარნეულის ახალი ამბები 3 საათზე FM 96-ზე და 9-ზე გვისმენთ. სტუდიაში თქვენთვის თიკო დავაძე და ამილ მამედოვი მუშაობთ. სტუდიადა სიზინიცინ მან ამილ მამედოვი და თიკო დავაძე წავშვა. რადიოს პროექტი, რომელიც შეიქმნა 2005 წელს, და ეს არის იდეა არა აქ მცხოვრები ადამიანების, არამედ იფიქრეს დიდ ბრიტანეთში, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონში იყოს აი ესეთი სათემო მედია, რომელიც მისცემდა ადამიანებს შესაძლებლობას ისაუბრონ ყველაფერზე, რაც მათ აწუხებს. იმიტომ რომ ყველანაირი ცვლილება რომელიც ქვეყანაში ხდებოდა, ეთნიკური უმცირესობები ყოველთვის მიღმა იყვნენ ამ პროცესებისგან და მე ვიყავი ჩვეულებრივი მონაწილე ამ პროექტის, მივედი კონკურსზე, გავიარე გასაუბრება და გავხდი 20-მდე მარნეულელი ახალგაზრდა შორის ის, ვინც დაიწყო სწავლა იმისი თუ რას ნიშნავს ჟურნალისტიკა. რადიო როგორც კი დაიწყო აქტიურად მუშაობა, როგორც კი ლიცენზია მოვიპოვეთ, ვებგვერდი ავამუშავეთ, ანუ იყო რამდენიმე, ესე ვთქვათ, შოკური ეფექტი ადგილობრივებისგან. ეს არის ის, რომ ჩვენ ვითხოვდით ყოველთვის პასუხს ადგილობრივ ხელისუფლებისგან ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე და ის, რომ ჩვენ ვმუშაობდით იმ ენაზე, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლისთვის იყო მშობლიური. და ამითი ვანახეთ ადგილობრივებს, აი ენის ნაწილში, რომ მათ აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია მათთვის გასაგები ენაზე. რადიოს ჟურნალისტები არიან გმირები, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენს სამოქალაქო სექტორი, რა თქმა უნდა, საუბრობთ, მაგრამ ჩემზე პირადადად შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება რაღაც მომენტში შემეშინდეს და ვერ დავწერო და ვერ ვთქვა ის, რისი თქმაც მინდა და რადიო ყოველთვის წერს აი ამ კრიტიკულ მასალებს, იგივე ტენდერებზე, თვითმმართველობის საქმიანობაზე, იგივე საკრებულოს ხდომების გაშუქება ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ შეიძლება არც გინდოდეს საკრებულოს ხდომაზე მისვლა და გაგება, ამ შემთხვევაში რადიოს მეშვეობით ვგებულობთ რაზე მსჯელობს საკრებულო. კრიტიკული აზრი უნდა ისმოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არსებობს და ყველა შტო უნდა იყოს სხვა შტოებით ჩართული, ჩვენს რეალობაში სამწუხაროდ არ არის, ხო? მედიის იმედზე ვართ, ძირითადად ცენტრალურ დონეზეც და ადგილობრივ დონეზეც. ჩვენ გვახსენდება წინა წლები, რომ რეგიონში არ ყვავდა ჩვენი მედია და შესაბამისად ჩვენი ხმა არც თვითონ აქ მარნეულში, არც თბილისში, არც მთელ საქართველოში საერთოდ არ ისმოდა. ზოგადად რადიოს თვითონ გამოჩენა რეგიონში ესეც ცალკე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო. ერთ ის არის, რომ ვიღაცას შეიძლება არ ქონდა თქვა, რომ ტელევიზიაზე ზუდომა ან ენის ბარიერების გამო, რადიო იყო ერთ-ერთი თქვა, რომ გამოსავალი ამ ადამიანებისთვის. რადიოს უნიკალურობა ის იყო, რომ ძალიან ბევრი გადაცემა სიუჟეტები გაკეთდა თვითონ კიდ ეთნიკური უმცირესობების, კიდ რეგიონების შესახებ, მრავალფეროვნების შესახებ, კულტურის შესახებ, რაც იქნება ეს ჩვენთვის ერთ მხრივ საარქივო მასალა. და ჩვენი სიმდიდრე, ჩვენ არ გვაქვს მუზეუმი, ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ არ გვაქვს თანასწორ უფლებიანობა და შენი თქვა კულტურის შენარჩუნება და შესაბამისად ის დოკუმენტი მომავალ თაობისთვის იქნება უნიკალური კადრები, რომ დაინახავენ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში, რა გზა გაიარეს საზოგადოება. შეიძლება ჩვენ ვერ დავამტკიცოთ ახალი თაობას, რომ 2012 წელს, 2000 წელს ჩვენ როგორ მძიმე ბრძოლა ქონდა, ამაზე უარესი მძიმე ბრძოლა ქონდა, მაგრამ ამის შესახებ არ იციან, რადგან ჩვენთან რეგიონში მედია არ არსებობდა. ძალიან სასიამოვნო არის, როდესაც მოდის ესეთი გამოხმაურება, რომ შენ ხარ სანდო წყარო ადგილობრივებისთვის და ეს ადგილობრივი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მოქალაქე, სხვადასხვა სფეროდან, ეს შეიძლება იყოს მასწავლებელი, მოსწავლე, მარნეულის ბაზარში მომუშავე, ყველის გამყიდველი თუ მარნეულის მერიის რომელიმე IP-ის თანამშრომელი. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ და სად ვხედავთ ჩვენ საქართველოში დემოკრატიის პრობლემას, ეს არის ის, რომ ეს ადამიანები
ძალიან ხშირად ვერ გამოხატავენ საჯაროდ ნდობას იმ მედიის მიმართ, რომელიც არ ეკუთვნის არავის. Ჩვენი მეგობრები ამბობენ ასეთ რაღაცას, რომ ჩვენ დანარჩენ საქართველოს გავაცანით მარნეული. მე ვიცი ზუსტად, ეს არ არის მოგონილი, რომ ძალიან ბევრი პროექტი მარნეულში განათლებასთან დაკავშირებული, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული დაიწყო იმის მერე, რაც რადიოს მეშვეობით გაიცნეს მარნეული ადგილობრივი ხელისუფლება. აქ წამოვიდა ის ნაკადი, რომელიც რაღაც პროექტების ნაკადი, რომელიც ძალიან ბევრ ახალგაზრდას დღეს დაეხმარა პიროვნებად ჩამოყალიბებაში, პრიორიტეტების დალაგებაში, ადგილობრივ ხელისუფლებაშიც კი ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი პროექტია, რომელიც საკეთილდღეოდ იყო გაკეთებული, აი მაგალითად მოსახლეობის ჩართულობა საკრებულოს მუშაობაში, მერიის მუშაობაში, გამჭვირვალობის საკითხები და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი დაიწყო სინამდვილეში ზუსტად მაშინ, როდესაც რადიო მარნეულმა დაიწყო ძალიან აქტიურად მოყოლა ამბების მარნეულიდან. დამოუკიდებელი მედიის არსებობა დემოკრატიული საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. შესაბამისად, განსაკუთრებით კი რეგიონულ დონეზე, ადგილობრივ დონეზე. როგორც მახსოვს, 2015 წელს გაიხსნა რადიო მარნეული, რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ზოგადად მარნეულის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე. საზოგადოებაში ისმის ეთნიკური უმცირესობების და არა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების, მარნეულის მოსახლეობის საჭიროებები, წყვილებები, პრობლემები. Hardasa mən 9 ildən artıqdır ki, Marı Radiosunda işləyirəm və bu müddət ərzində regionda baş verən prosesləri ictimaiyyətə qərəzsiz çatdırmışıq və çalışmışıq ki, obyektiv olaq və insanlara düzgün məlumat təqdim edək. Mən düşünürəm ki, bu 9 il ərzində, yəni mən işlədiyim müddət ərzində bir sıra problemlərin həllinə də nail olmuşuq, çalışmışıq ki, problemləri işıqlandıraq və bu müddət ərzində insanların problemlərini dilə gətirmişik və bəzi hallarda o problemlər dövlət orqanları tərəfindən öz həllini tapmışdır. Ümid edirəm ki, Gürcüstanda da müstəqil medialar indən belə də fəaliyyət göstərəcək və biz demokratik bir dövlətdə və demokratik bir cəmiyyətdə yaşayacaq. რადიოს მთავარი ამოცანა არის პროფესიონალიზმი, ეთიკა და თავისუფლება. ზოგადად ყველაფრის იდეა და რისთვისაც ჩვენ ვარსებობთ, ეს არის თავისუფლება და მე მგონია, რომ რადიო არის ის სივრცე, რომელიც ადამიანებს აძლევს გარანტიას იმისა, რომ მათ აქვთ უფლება იყვნენ თავისუფლები.